როგორ არიან ადამიანები ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებში დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები. ერთი მხრივ როგორც ხვდებით თქვენ თავად და როგორც გქონიათ ალბათ გამოცდილება, ძალიან უკან დახვეულები არიან, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესებს უკანა პლანზე აყენებენ და სხვის ინტერესების წინა პლანზე და ასე რომ ვთქვათ, თავის თითქოს მსხვერპლად წირავენ ხშირ შემთხვევაში და მეორე ხარისხოვნად პირდაპირ გაძლევენ იმის მინიშნებას, რომ მე არა ვარ მნიშვნელოვანი ადამიანი, მე არა, იმიტომ რომ პრინციპში მათი იმდენად დაბალია თვითშეფასება, რომ ვთქვათ, საზოგადოებისგან მიმღეობას ელოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თავგანწირვას გამოხატავს, თუ კი თავის ინტერესებს შესწირავს ამ ურთიერთობას. ხო? ესეც რა თქმა უნდა არაჯანსაღია. ან მეორე მხარეს პირიქით, რიგ შემთხვევაში დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები იღებენ, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების გამრთობის როლს მაგალითად, ძალიან ესეთი სწვეულებებზე, მაგალითად, სულის ჩამდგმელის და ასე რომ ვთქვათ, არ ვიტყვი რომ კლოუნის პოზიციაში და მასში არიან, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, სულის ჩამდგმელის როლში ხშირად არიან ხოლმე, რომ აი გადაჭერბებით იტვირთავენ აი ესეთ წამომწყებისა და ესეთ როლს, რომელიც ესეც საპირისპიროა იმისა და როგორც თქვენ აქამდე საუბრიდან მიხვდებოდით, აქამდე რიგ შემთხვევაში ერთი მხრივ უკიდურესი უკანდახევა, უკიდურესი უკანა პლანზე დგომა და მეორე მხრივ ამის საპირისპირო ქცევები, მოქმედებები, ეს ყველაფერი მაინც დაბალი თვითშეფასების გამოხატულებას წარმოადგენს.